ცალხელა დრამერზე მინდა რომ მოგიყვეთ ისტორია. მოკლედ. ჯგუფ Def Leppard-ზე გსმენიათ ალბათ. ხო და ამ ბენდის დრამერი რიკ ალენი 1984 წელს მოყვა ავტოავარიაში, საკმაოდ დაზიანდა და სამწუხაროდ ექიმებს მოუწიათ ხელის ამპუტაცია. მიუხედავად ამისა, ამის შემდეგ შეიქმნა მისთვის სპეციალურად ჰიბრიდულად დამზადებული აკუსტიკური და ელექტრო დრამი. 2 წლის განმავლობაში რიკმა იშრომა დაუღალავად და 1986 წელს ოფიციალურად დაუბრუნდა კონცერტებს და დღემდე რიკი უკრავს Def Leppard-ში. Def Leppard-ი არის ძალიან კარგი ბენდი და მის დაკროლს აი აქ მოგასმენინებთ, ვისაც მოსმენილი არ გაქვთ, რა თქმა უნდა. სხვათა შორის მათი შემოქმედება შესაბამისად სპეციფიური გახდა, ჟღერადობასაც თუ უსმენთ. იხდებით, რომ რიტმიული ზონა განსხვავებულია სხვა მუსიკასთან შედარებით. მოკლედ, თუ ვიდეო მოგეწონათ, აუცილებლად ჩემი არქივი უნდა დააფოლოვოთ. ძალიან მარტივია მართლა, აი ძალიან, თორე აღარ დავდოთ ვიდეოს.